აი პრემიერ-მინისტრად ვის ხედავთ საქართველოში? ერთსაც გეკითხებით და მეორესაც. ბორის ჩელეყურუას რა პრობლემაა? კარგით. ბორის ჩელეყურუა. გიორგი, მოკლედ. მე რა თქმა უნდა არ პასუხობ, აი არა, რა არ პასუხობ? მაინც შეიძლება არ არის პროვოკაციული შეხედე, შეიძლება რაღაცა აქედან მაინც ჩავწვდე ლოგიკას. ზურგს რო შემომიბრუნე და გვერდს რო მომიშვარ, ეს კარგია, არ არის კარგი. გეკითხებით იმ ევროპაში რო შევიდეთ მოვჭრი მე და მარტო შენ შეხვალ ვერ შეხვალ შენ მე თუ არ გადამიყვა შენ ჭკუაზე ამიხსენი ვინ გნებავს აი ხვალ ავირჩიეთ ისა და ვის ხედავ პრემიერ-მინისტრად მე მითხარი რომ მივხვდე ლოგიკას რომ აი ამ ტიპის მართლობა გნებს გიორგი გსურთ პასუხის გაცემა თუ არა ალიანსი რომელიც ახლა შეიქმნა 9 ოპოზიციური გაერთიანების ამასთან ერთად მინდა ვთქვა რომ საზოგადოების რაღაც ნაწილიც ასევე ფიქრობს და ემზადება იმისთვის რომ გააკეთოს ასევე მსხვილი გაერთიანება მედეგი პროტესტში მყოფი ადამიანების რომელიც ასევე გამრავლდება და მე ისიც შემიძლია თქვა კრიტიკული ნაწილიც რომ ამდენი ხნის განმავლობაში პროტესტში მყოფმა ადამიანებად დაკარგეს დრო რომ პროაქტიულ შინაარსებზე ვერ ვისაუბრეთ სათანადოდ. ვიგეთ რომ იქნება კიდევ ერთი მოძრაობა. ეს ადამიანები არა მოძრაობა არა. სტრაპარტია ძველი და ახალი სახეები ნაციონალური მოძრაობის და კიდევ ერთი ახალი მოძრაობა. კონკრეტული პირები ხო რომლის დასახელებას ახლა ითხოვენ და რომელიც ბუნებრივია მე არ შემიძლია ახლა ამის დასახელება. რო გვაჩვენებს ვინ იქნებიან ეს ადამიანები.